წამალდამოკიდებულებამ ბევრი ადამიანი დაგაკარგინა ცხოვრებაში. 10-12 წლიდან სხვადასხვა ნივთიერებებს მოვიხმარ. აბებზეა საუბარი თუ ნემსზეა საუბარი? აბებზეც და ნემსზეც, მანქანაზეც კი ავთიშულა, პირდაპირ საავტომობილში ვიღვიძებ. წავიდა ამერიკაში და წამალზე შეჯდა. როგორ ფიქრობ, საქართველოში დღეს იქნებოდი ნარკომომხმარებელი თუ არა? ხშირად მესმის ხოლმე რა გარდაცვალების ამბავი სამწუხაროდ. დღეში დაახლოებით 10-15 ემერჯენსის არის შემოდის. არასრულ წონებში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ქართულ ემიგრაციაში. გოგოები უფრო მეტი ზარი შემოდის. ის იყო სხვა ნარკოტიკი, ეს არის სხვა ნარკოტიკი. პირველივე მიღებაზე აი უკვე ჩათვალე რომ დაგუპული ხარ. ეს დამოკიდებულება საქართველოსდან მოსდევთ თუ აქ დაიწყეს მოხმარება? ჩვენ ახ ბევრი ქართველები არიან, რომლებიც ცხოვრობენ სახურავებზე. გაქცეულა კიდევაც პაციენტი. ახლა როგორია დღეში და ცხოველები ეზოში დადიან დათვები და დათვებით არის ავსულეს დღეს. ხშირად ამ ადამიანების გადასვენებაც კი ვერ ბიჭი გადაასვენეს. ზოგჯერ ვერ ხდება, ოვნაც ვერ ხდება. მორგებში ეძებენ? კი. ადამიანი არის მშობელი საქართველოში და საქართველოსდან ვერაფერს შველის. რას ურჩევთ, რა არის პირველი ნაბიჯი? რაღაც მისამართი მოგცა და აქ ვიცი რომ ჩემი ძმა ახლა კვდება ამ ადგილზე. ვიძებნია ადამიანები, მიახლოებით გვწოდნია რომელ კორპუსშია. ჩვენ ვიგებთ დღეს დრო ამერიკაში რაც რა ოვერდოზებიც არის და რაც ევართება იმის 10%-ს. თქვენი ინფორმაციით, ქართველები მხოლოდ ნარკომომხმარებლები არიან თუ ნარკოდილერებიც არიან მათ რიგებში? გამიგია, კი, გამიგია და ქალბატონებიც გამიგია. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. ამ ბრძოლაში უფრო მეტად იგებთ თუ მარცხდებით? აქ ყველაზე მეტად მაინც რეგიონებიდან აი საქართველოს სოფლები უფრო შესწნენ წამალზე? კი. თითქოს ისე როგორ არის ხოლმე? მოგყავთ თუ მოდიან? უამრავი ოჯახი ინგრევა აქ, იმიტომ რომ დაიწყეს მოხმარება. 2008 წელს მუშაობდით სასტრაფოდ დახმარების ბრიგადაში. მიცვალებულებიც ბევრი გამოვიყვანეთ იქედან. ისე ომმა უფრო მეტი ადამიანი მოკლა თუ ნარკოტიკმა? ნარკოტიკმა. დღეს საქართველოში ომია ჩვეულებრივი. ამერიკაში სამოსტო ნარკოტიკის გამო აღარავის სჭირდება. იმდენი ნარკოტიკია საქართველოში. ექიმი, ტოქსიკოლოგი ხართ? თქვენ თავად ტოქსიკური ადამიანი თუ ხართ?